გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ამ ვიდეოში მინდა გასწავლოთ, თუ როგორ შეიძლება ვაკონტროლოთ, ანუ გავაზიაროთ ლოკაცია ჩემს ტელეფონში, აი ამ ტელეფონის ლოკაცია. მაგალითად, მე შემიძლია ამ ტელეფონის ლოკაცია გავაგზავნო ჩემს ტელეფონში და გავიგო ჩემი ტელეფონიდან თუ სად არის ეს ტელეფონი, სად გადაადგილდება, რამდენი პროცენტია ელემენტი და ასე შემდეგ. კარგი, პირველ რიგში უნდა გადავიდეთ იმ ტელეფონის მაპში, რომლის გაზიარებაც გვინდა და ლოკაციის დადგენა ჩვენი ტელეფონიდან. გავხსნათ ახლა Google მაპი იმ ტელეფონში, რომლის გაზიარებაც გვინდა და ნახვა ჩვენი ტელეფონიდან თუ სად გადაადგილდება ის. ეს არის მისი Gmail-ი და აქ არის მდებარეობის გაზიარება. ვაჭერთ მდებარეობის გაზიარებას. შემდეგ აქ არის მდებარეობის გაზიარება და ასევე არის შეიტყვეთ რა ინფორმაციას გააზიარებთ. აქ არის სრული ინფორმაცია თუ რა შემიძლია დავინახო ამ ტელეფონში, როცა გავაზიარებ ლოკაციას, ფოტოს ნახვა შემიძლია, სახელი გვარის დადგენა შემიძლია, ლოკაციის დადგენა შემიძლია და აქ არის სრული ინფორმაცია. კარგი, მდებარეობის გაზიარებას ვაჭერთ, შემდეგ ვაჭერთ შესვლას, ვირჩევთ ამ Gmail-ს, რადგან ეს Gmail-ი გვაქვს ახლა ამ ტელეფონში და შევედით მასში. ახლა რა ხდება? აქ არის ლოკაციები, სხვა Gmail-ის, რომელიც დამატებული მაქვს, მაგრამ მე მინდა ახლის გაზიარებას დავაჭიროთ. შემდეგ აქ არის რამდენი ხნით გავაზიაროთ ლოკაცია. 1 საათით, 2 საათით და ავტომატურად მე გაითიშოს, ან 3 საათით, ან 4 საათით, ან სანამ ამას გამოვრთავო. ანუ სანამ მე არ გავთიშავ, მანამდე გაზიარებული მექნება ჩემს ტელეფონში ამ ტელეფონის ლოკაცია და გავიგებ სრულ ინფორმაციას. კარგი, ახლა ვაჭერთ მეტის, შემდეგ შევყავს უკვე ჩემი Gmail-ი, რაც მეორე ტელეფონში მაქვს. რათა გამოვაგზავნო ლოკაცია, მოდი ახლა დავადგენ რა Gmail-ის ვსარგებლობ. ხო, ეს არის ჩემი Gmail-ი, learnmore@ruslan@gmail.com და ახლა უნდა შევიყვანოთ აქ ეს ჩემი Gmail-ი. learnmore@ruslan gmail.com. აი ესე. თქვენსაც შეიყვანთ, აი უკვე შევიყვანე ჩემი Gmail-ი, ვაჭერ ახლა ჩემს Gmail-ზე და ვაჭერ შემდეგ გაგზავნას. ახლა მომივა შეტყობინება, რომ თქვენს Gmail-ზე შეგიძლიათ აკონტროლოთ ეს Gmail-ი, დაადგინოთ თავისი ლოკაცია, თავისი ელემენტი და ასე შემდეგ. გადავიდეთ Gmail-ში, ნახოთ შეტყობინება და გავხსნათ Google მაპი. რის შედეგადაც უკვე დავინახავ თუ სად გადაადგილდება ეს ტელეფონი, სად არის, რამდენი პროცენტია თავისი ელემენტი. მაგრამ ლოკაციას, ანუ როცა გავხსნით ახლა და დავადგენთ თავის ლოკაციას, მის ტელეფონში მიუვა შეტყობინება, რომ ჩვენ გავხსენით თავისი Gmail-ი და ნახეთ თუ რამდენი პროცენტია თავისი ელემენტი, სად გადაადგილდება და ასე შემდეგ. ახლა მაგასაც გასწავლით თუ როგორ გავთიშოთ. ნუ ეს არის ელემენტი 59%-ია და აქაც ხედავთ. მაგრამ მე მინდა რომ როცა დავადგენ თავის ლოკაციას, თუ სად იყოფება, არ მიუვიდე შეტყობინება ჩემგან, რომ ეს ადამიანი ადგენს თქვენს ლოკაციასო. ამისათვის, როცა მე დავაჭერ მასზე, აქ შეტყობინება რომ არ მივიდეს იმ ტელეფონში, რომელსაც დავადგენთ და ლოკაციას გავაზიარებთ. პირველ რიგში უნდა გადავიდეთ Google მაპში, უნდა დავაჭიროთ Google მაპზე. შემდეგ გადავიდეთ აპლიკაციის ინფორმაციაში. შემდეგ გავირჩიოთ შეტყობინებები და გავთიშოთ შეტყობინებების ჩვენება. ამის შემდეგ, როცა ჩვენი ტელეფონიდან დავადგენთ მის ლოკაციას, თუ სად გადაადგილდება, მას აღარ მიუვა ინფორმაცია. აი, როგორც ხედავთ, აღარ მივიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ დავადგინდეთ მისი ლოკაცია თუ სად არის. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. აქ შეგიძლიათ გადახვიდეთ მდებარეობის გაზიარებაში და აქაც ნახავთ თუ ვისი ლოკაცია შეგიძლიათ ნახოთ და ასე შემდეგ. სულ ეს იყო, ნახვამდის.